ნოლექსი 2026 სამი ექვსიანი უცებ შემოგვეპარა. მოკლედ შემოძვირფასებო მინდა ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ ეს არის სარკაურის თარიღი, სათავისი სარკული, ასე ვთქვათ, ნუმეროლოგიური პორტალით და ის ხელოვნებაში, ეზოთერიკასა და ნუმეროლოგიაში მიჩნეულია ჰარმონიის ბალანსად. ასევე უნდა გითხრათ, რომ ასტროლოგიაში მთვარე თევზების ნიშანში გადაინაცვლებს 6 ივნის და შემდეგ მთვარე გადადის თევზებში. ეს არის მაქსიმალური ინტუიციის, ასევე ქვეცნობიერთან მუშაობის, სიზმრების, მისტიციზმის პერიოდი. ხალხი ამ დროს უფრო მგრძნობიარეა, კარგად აღექვა სიმბოლოებსა და მეტაფორებს და შეიძლება ასე ვთქვას, მალე ინტუიციის პიკთანაც აღმოჩნდება. ამიტომაც მე მინდა თქვენ ახლა მოგიწვიოთ იმისათვის, რომ აი ამ სამი ვერსიიდან რომლის გაშვებაც მომეხმარება ჩემი ძველი მეგობრები, ქამელეონი, ბაყაყი და კუ, ძალიან დროს მუშაობდი მაგათთან, იყო დრო და ამ სამ ვერსიიდან ერთ-ერთს აირჩევთ და იქნება ესეთი შემოთავაზება, ძვირფასებო, რა უნდა დატოვოთ და რა უნდა გაუშვათ ამ პორტალის გახსნის შემდეგ. როგორც გითხარით, ინტუიციამ არ უნდა გიღალატოთ წესთა და რიგით და 0606 სამი ექვსიანი, ვიღაცისთვის საშიში, მისტიკური, ფანტასმაგორიული, ვიღაცისთვის ძალიან ჩვეულებრივი რიცხვთა წყობა, აი ამ უცნაურ ინტუიციით მომარჯვებულ და ასე ვთქვათ, ხელოვნებისა და ბევრი სხვა მგრძნობელობითი ვულკანების ამოფრქვევის პერიოდში, როგორ უნდა მოიქცეთ, მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ და გადავალ პირდაპირ საქმეზე. მაშასე, ვინც აირჩიეთ ჩემი საყვარელი ქამელეონი. რა უნდა დატოვოთ თქვენ ცხოვრებაში? აქ ამოვიდა 10-იანი პენტაკლი და რა უნდა? 10-იანი პენტაკლი და იმპერატორი ერთად ამოვიდა ძალიან სიყვარული, ცოტა უცნაურია, მაგრამ აშკარად ფაქტია. ეხლა რა შემილია მასთან დაკავშირებით, რომ გითხრათ, არც მეტი და არც ნაკლები. რა არის დასატოვებელი თქვენ ცხოვრებაში და არ გაუშვათ შორს? თქვენია, მოკლედ თქვენია. მოკლედ, პირველად ეს არის ოჯახური ღირებულებები, ჩემო ძვირფასებო, ოჯახური კავშირები, ტრადიციები, ძალიან ახლობელი ადამიანები, საყრდენი ადამიანები, ფინანსური სტაბილურობა, ყველაფერი, რაც პერსპექტივებში გაქვთ საოჯახო პერსპექტივებში, ასე რომ ვთქვათ, ხანგრძლივად ჩასახლებული. რაც შეეხება გაშვებას, აქ იმპერატორი ამოვიდა, ეს არის ცნობილი კონტროლი, სიჯიუტე, საკუთარი აზრების ნებისმიერ ფასად გატანა, მკაცრი ჩარჩოები, შეზღუდვები, ძალაუფლებებისათვის ბრძოლები, სრულების მინდა ასრულება. საბოლოო ჯამში, მოკლედ გეუბნებათ, რომ დატოვეთ ფესვებიო, ასე გამოვიდა ოჯახური ღირებულებებიო, დატოვეთ ესეო და გავუშვით კონტროლი თქვენი ცხოვრებიდან. ამასობაში გაიზრდება თქვენი ცხოვრების ხე. მოკლედ, ნამდვილი ფასეული რაც არის ხალხო თქვენ ცხოვრებაში და მყარი და აპრობირებული ხო, მთელი თქვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, დატოვეთ თქვენი ოჯახი, თქვენი საყვარელი ადამიანები, თქვენი საყვარელი თქოველებიც და გაუშვით. შეიძლება ჩემო ძვირფასებო ამოვიდეს ისეთი ადამიანი, ვინც იმპერატორი ზოგადად ცოტა ისეთი მამაკაცები არიან, მკაცრი კონტროლის მოყვარულები, დისციპლინირებულები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშასე, ვინც პირველი ადამიანის გააგდო თქვენი ცხოვრებიდან, ვინც ნერვებს გიხრის და ნამეტანი მარწუხებით არის წარმოდგენილი. ეხლა გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორიც არის მეორე ვარიანტი და ბაყაყი ვინც ჩაიფიქრეთ. მოდი ვნახოთ ჩვენმა ბაყაყმა რა შეიძლება გვითხრას, რით შეიძლება გაგვახაროს, რით შეიძლება დაგვამწუხროს და დავიწყოთ. კიდევ ერთხელ მეორე ვერსიელებო გეუბნებით, მოკლედ ვინც ამ ვიდეოს ხედავთ, 0606-26-ის მერე ამ ახლად გახსნილ კარგი პერსპექტივების მქონე პორტალში რა უნდა გაიყოლოთ და რა უნდა დატოვოთ. მოკლედ, დაიტოვეთ და თან გაიყოლეთ, გეუბნებიან. აქ საუბარი არის სამიან კვერთხებზე, ხო? ეს არის ჩემო ძვირფასებო წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის მომავლის რწმენა, ქალს წითელი კაბა აცვია და როგორ უყურებ შეხედე. აი ეს ყველაფერი წინ რაც ჩანს, აბსოლუტურად მისი დასაპყრობია, ახალი ჰორიზონტებია, ხედავთ? სწრაფოა აკეთკენ, ხო? განვითარება, გაფართოება, სურვილია, რომ წავიდეს წინ. ხო? მზადყოფნა, ყველაფერი რაც შემოთავაზებული იქნება ცხოვრებიდან,
აი რა თესლიც კი ხელში გაჩნდება, დათესოს ყველაფერი აბსოლუტურად. აი ესეთი უნდა წაიღოთ ეს შეგრძნებები, დაიტოვოთ თან და ეხლა რა უნდა დატოვოთ. ვაუ, ჩამოკიდებული კაცი, ამის გვერდით ეს ვერ გაჩერდება. ესა გაჭიანურება, ესა უაზრო ლოდინი, ეს არის რაღაც მსხვერპლის პოზიცია, ესა ადამიანი როცა ვერ ბედავს რა გავაკეთო. ეს არის მდგომარეობა, როცა გაშტერებული ხარ და რა ვიცი, არასასიამოვნო მდგომარეობა, როცა ვერაფერს ვერ აკეთებს. მოდით იმის ხმა გვინდა საბოლოო ჯამში, რომ აი არის მზერა მომავლისთვის აუცილებლად იყურეთ წითელი კაბით წინ და ეს გაყინული ადამიანი აღარ დამანახოთ. ხო მიხვდით ახლა რაზეა ლაპარაკი? დატოვე მოლოდინი, შეინარჩუნე ის სურვილები, რაც გაქვს წითელ კაბაში და შენი გემი აუცილებლად გამოჩნდება ჰორიზონტზე. აუცილებლად გამოჩნდება და ეს გაყინული და გაუბედურებული და მსხვერპლად შეწირული შენი თავი აუცილებლად დატოვე იქვე, რა კარგად ეწყობა, მიხარია. ვინც მილაიქებს, ძალიან მიყვარხართ და იცით, რომ რასაც გეტყვით, ძალიან მაგრად აგიხდებათ. იცოდეთ, ეს ძალიან გვიან ღამე იწერება და დიდი ძალა აქვს, მინდა გითხრათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ 060626 რა გადაყვებათ, რა უნდა გადაიყოლოთ და რა უნდა დატოვოთ. მაშ ასე ვინც სიყვარულით ახსავსე ეს საყვარელი ჯავშანიანი ყუაირჩია, მოდი ვნახოთ, რა უნდა თან წაიღოთ, დაიტოვოთ თქვენთან. აჰაჰა. მოკლედ, ეს არის მთვარე, ჩემო ლამაზო ადამიანებო. ეს არის სულაც არ ნიშნავს ახლა შეგაშინოთ ამ მთვარემ, რა უნდა წაიღოთ, რა უნდა გადაიტანოთ, რა უნდა დარჩეს თქვენთან. ეს საერთოდ არ ნიშნავს რაღაც შიშების დატოვებას. ეს მაინც ინტუიციაზეა, თქვენი შინაგანი ხმის მოსმენაზეა საუბარი. სხვათა შორის სიზმრების მინიშნებაზეა საუბარი. ცოტა საიდუმლო ცოდნაზედაც არის, ცოტა მისტიკაზედაც არის, ბოლო რაღაცები, რაც ბოლომდე არ გაქვთ გაჟღერებული. ეხლა რა შეეხება, რა უნდა დატოვოთ, რა აღარ გჭირდებათ? უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ოთხიანი კვერთხები ამოვიდა. ისიც რას ნიშნავს ეს როგორ გადავთარგმნოთ? ეს შეიძლება ნიშნავდეს, რაც უნდა გაუშვათ, აღარ გადაიტანოთ ზედმეტ მიჯაჭვულობას, იქ სადაც ამდეხან იყავი კომფორტულ ზონაში, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის სურვილი მაგალითად. რაღაცა გარეგნული სტაბილურობა და შიგნით არეულობა, რომელიც აღარ გაძლევს ზრდის საშუალებას. ანუ ის როგორ რაღაცა, აი ძველად როგორაც ვიყავით, აღარ გვინდა ეს სტანდარტული და ეს სტაგნაციური მდგომარეობა. საერთოდ შეიძლება ეს ასევე გავიგოთ, რომ ეს ჩვენი გაშლა, რომ უნდა ენდო ინტუიციას და შენი რაღაც უცნაურ შეგრძნებები გაცილებით უფრო წინ წაგიყვანს, ვიდრე ის, რაც დამყარებული იყო შენ ცხოვრებაში, რაც უკვე ტრადიციაა, რასაც უკვე აკეთებ ამდენი წელია. აი ახლა თუ გამოვხატო, დატოვე ეს შენი თვარის ჩურჩული, რა ლამაზია, რა ლამაზი გოგოა, ნახეთ, რა სინაზია. ეს ძველი ადამიანებისა და კომფორტიც მოგიწევს რომ დატოვო. სული წინ მიიწევს, ინტუიცია წინ მიიწევს, რაღაც ცხოვრება წინ მიიწევს, ჩვენ საოცარ ეტაპზე ვცხოვრობთ, საერთო სიტუაციაში ვცხოვრობთ. მაგრამ თქვენ მარტო, აი როგორ გითხრათ, იცით, მარტო ფიზიკური ყოფით არ უნდა განსაზღვროთ. ინტუიციები და სულიერი რაღაცები ჩართეთ. წინ მიდით, წადით იქ, სადაც გონება ვერ ხედავს. სხვები ვერ ხედავენ და ხედავთ თქვენ, ჩემო ტკბილებო. ძალიან მაგარი ვერსია იყო. გოგოებო, დამიწერეთ აუცილებლად კომენტარები. აუცილებლად გადააზიარეთ, უთხარით ადამიანებს, ვისაც ეს ჭირდება და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თხოვნი ქალის ტალღაზე იმყოფებოდით თქვენ თეასთან ერთად. ვისაც უნდა პირადი, ამ ძალიან კარგია ამ პერიოდში, გახსნილია რაღაცა უცნაური პორტალები და ვისაც გინდათ, აი ყველაზე მაგარია აი ეს არის მაინც ოჯახური ღირებულებები. აი ამარა ჩვეულებრივი ამ ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ადამიანურობის ყველაზე მაგარ ევერესტით გემშვიდობები. ჩვენ ოჯახურ მემკვიდრეობით ბუდეზე და ჩვენ სისხლზე, გვარზე, ჯილაკზე და ჯიშზე. დაგელოცოთ ბუდის ანგელოზი და ოჯახები. ძალიან მიყვარხართ და ლაიქეთ და გააზიარეთ. აუცილებლად არის ეს საჭირო. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, და მეტმა ადამიანმა იგრძნოს, რომ ცვლილებების დროა. ასევე მომწერეთ პირადში, მზადა ვარ ყოველთვის